ფული კონდეს და რაღაცა კუნძივით დაჯექიგა და ისწავლე და გამოხვალ არაფერი თავში არაფერი არ გიყრია. მე საზღვარგარეთ მამიკო გაგიშვებს ერთ კურსს მოგატარებს იქიდან დერეფანს შემოებული და მოხვალ და იტყვი რომ აი საზღვარგარეთ ვიყავი და 10 წელი სიტყვა ისწავლე ინგლისური, ან კიდე საგაზეთო ინგლისური და დამთავრდა всё პარლამენტში უნდა დაჭრე. იმიტომ რომ შენ სახარი ჭკვიანი. გადავწერა დღეში ჩავარდა საქართველოს და აქედან როგორ უნდა გამოვიდეს, იცი რა, ადამიანური ძალებით საქართველოს აქედან ვერ გამოვა. Მაგიტომ არის ჩემი უფრო როგორც მორწმუნე ქრისტიანი და ძალიან მართლა მჯერა მე ღმერთის რეალური არსებობისა. არ არის ეს ჩემი სურვილი. არა, ბევრჯერ დავიჭირე რა ჩემი თავი რა, გადა რევიზია მოვახდენე რა. აი პირდაპირ გეუბნებით რომ აი 1000 მილიონი პროცენტით მჯერა რომ არის ღმერთი რეალური რა. აი მარტო ამის იმედი თუ შეიძლება მქონდეს ამ საკითხში აი ისე მან ადამიანური ძალებით რა ინტელექტუალური შესაძლებლობებით დაგვიტოვა თქვა დასავლეთის მოაზროვნება მაგ შესაძლებლობებით მე ვერ ვიტყვი რომ შეცვლა შეიძლება მათ რაიმეს მხოლოდ ღმერთით შეიძლება მით უმეტეს ქვეყანა არის ძალიან ღრმად რელიგიური ძალიან მაღალი დონის რელიგიაა რა მანდა რა ყველას რაღაც აი ზოგი ოკულტისტია ზოგი მჭხიბავია ზოგი რწმენა არ არის როცა გადეხარ მკითხავებთან აბა რა არის ესა ხო აი რომ ზოგი სპირიტუალისტია რომ აღარაფერი არ თქვა მართლმადიდებლობაზე ეს რომელიც არის ეს არის რაღაცა ბუკეტი არის მთელი წარმართობის ხო ბუკეტი არის მთელი წარმართული სრულწმენის ბუკეტი არის ეს მისი ეპიცენტრი საპატრიარქო იცით რა ღრმა მორწმუნეები არიან საქართველოში მხოლოდ ბჭყალებში რა სატანური რა თქმა უნდა საწინააღმდეგო ხო და ამ დალოცულებს თურმე გაასწორე რწმენა და მოხდება სასწაული ესე იგი არ ჯერათ რა ღმერთის არსებობის და ადამიანური დონით ახლა რა უნდა შეცვალოს ამ ბიძინამ მანდა ან გრიშამ ან მიშამ ან პარტიამ არაფერი მათ ექნებათ თავიანთი ოჯახები იქნება გააფართოებენ მეტი არაფერი გამაარფა და დანარჩენი გარეთ იმუშავე